Алло. Bătrân, este și anavar. Ia, păgătă. Bătrân, așa să poveste cu tine, bătrân. Da. Alo. Alo. Dilam şudur. Ne oluyor? Peki. Tu iş Fransız için melabanger çabada aç. Altı çamoslara. Bugün bakar ya. Var arıçı. Akıllı Ara meramida. Değil. Peki, motkhovnebში აუცილებლად გაიჟღეროს, უბრალოდ ჩემი რჩევაა და თუ ყურადღებას მიაქცევ, კარგი იქნება. რომ აი იმის ჩამოსვლამ და იმ დებოშმა მან შეურაცხყოფა, რომელიც მას აჭარას მიაყენა, იცი ჩემი ნაყოფსყიდულობაში, რომ აქ გამოიწვია ესეთი რეაქცია, რომ იძულებული ვიყავი, განცხადება გამეკეთებია, რომ ასეთი ხალხი თუ იქნება გავალ საქართველოს შემადგენლობიდან. მაგრამ მე რა თქმა უნდა ამას არ დავუშვებ. ერთ-ერთი ლოზუნგი უნდა იყოს, რომ ერთიანობისათვის, საქართველოს მთლიანობისათვის, სიძლიერისათვის, მათ შორის აჭარის სიძლიერისათვის და აი რაზე ჩვენ ლაპარაკობთ ყოველთვის. თუ ეს შენ გაჩნია, როცა ამ გამოსვლებში ერთ-ერთი მთავარი თემა ამათ რა თქმა უნდა ამათი გვარების პრინციპი, მაგათი გამონათქვამები ეს თავრობის თავად უნდა თქვა, ასეთი რამ საქართველოს ისტორიაში არ ყოფილა. ახლა მე არც ჟიადისტის მიკადრებია და არც ხვისთვის და არც ზიარს უკადრებია ჩემთვის, არც არ არის. ეს ილარწება, ინება, უბედურება, საშინელება, მოკლედ ჰიტლერი მოდის რა. ხოდა მე მინდა რომ ხალხში გარკვეული სიმპათია იყოს, ამას სხვა რეგიონების აყვებიან მე. რომ ესე იგი აჭარა იბრძვის საქართველოსათვის, მისი ერთიანობისათვის, მისი სიძლიერისათვის და აჭარამ დაგვიწა რომ მას შეუძლია ასეთი ბრძოლა ისევე მაგალითზე. რაღაც აი ერთი აზრით, ვფიქრობდი მე თელეგრამე სამგებიანი რაიმე ლოზუნგი არ უნდა იყოს. ეს ერთი, მეორე, აჭარა მომხრია კანონიერი პარლამენტის. ხარს უჭერს კანონიერ პარლამენტს, რომ თუ გამოცხადდება და დღეს გამოცხადდეს უნდა. თუ მანამდე იქნება გამოსვლები, მანამდე სხვანაირად ითქვას. თუ გამოცხადების შემდეგ ალბათ უნდა გამოიყენოთ ის, რომ კანონიერმა პარლამენტმა მუშაობა უნდა დაიწყოს. და ჩვენ არ დავუშვებთ იმას, რომ კანონიერი პარლამენტის შენობაში არ შეუშვა. მაგათი მიზანი აქეთია, რომ გადაკეთონ, გადმოკეთონ რაღაცეები და სადღაც საბურთალო ჩაატარონ პარლამენტის ხმა თუ უნდათ. ნუ ახლა ეს აბუჩადაგდება პარლამენტის და ყველაფრის კანონიერის და კონსტიტუციის. ეს მეორე, თუ სადღაც გაერევა ის რომ სანამ პრეზიდენტი კანონიერია, ჩვენ კანონიერ პრეზიდენტს უჭერთ ხარს, თუ არა და არა აუცილებელია ვითქვა. გოძგინდათ ეს პრეზიდენტი არა. კანონიერი პარლამენტის ხარდაჭერა და ერთიანი საქართველოსათვის ბრძოლა. Ეხლა მოგხსენებ თქვენ დაუძახეთ ეს არაფერი ჯიმის მაგას უკვე იქ ქაღალდია რაც ჩავაწერე ხო იქ ჯემალს ვამ ლიდერებს მაგრამ სინამდვილე ჯემალს ხარ და ჯემალ რუსია ყველა ლიდერს უთხარი ვინც გამოდის იქა რომ მაგინე მოვდე რომ ცოტა დოზითო რაღაცა ხელისუფლება გავაკრიტიკოთ და მე ვუთხარი გუშინ ტელეფონზე ველაპარაკე რომ არცეთი დოზით მეთქი და ზედმეტი კორექტულებით გააკეთეთ ყველაფერი მეთქი და პირდაპირ რაზეც ხარ თავარი მიზანი მოსვლის მაგრამ ეს პრეზიდენტის ხარდაჭერა ეს გააჟღერეთ მოსის პირდაპირ ასე დაუწერა რაც შეეხება პარლამენტს იქ მე ვკითხულობ რომ დავაჩქაროთ პარლამენტის მუშაობის დაწესება აუცილებელია ეს რომ სამსაათზე 3:20-ზე გამოაცხადებს შედეგებს. ხო, როდის იქნება როდის იქნება ეს რა ქვია ხდომა პირველი ხდომა 22-ში უნდა დაინიშნოს
კონსტიტუციით მე ვალდებული ვარ 22-ში დავნიშნო. ესე მას შენობასთან ვერ ვიღება. მაგ ჩვენ ვიქნებით. რაც შეეხება დარჩეს გვერდს და თქმა უნდა ამას ვიტყვით მას გუჩი მიდოდა გამოსვლა მაგრამ დღეს გავაკეთეთ იმიტომ რომ ჩვენი ხალხი ზუსტად 5050 კაცი გამოვიდა 5050 დღეს იგი ხამე წამოვა გაცილებით მეტი ეს დაკვირდია დასწრებით მას ჩამოიყვანეს და ჩამოვიდა ჩვენ ვინოდა საქართველოს განათლებიდან გამოგვიყვანა და ჩვენებინა რომ იგი მარტო ჩვენ არა ვართ მაგრამ შეგადაში ეგენი ამბობენ აჭალები ჩამოვიდნენ იგი აგიდან მაგრამ კი მართალია შიგნით ჩვენი 8000 კაცი იყო იქ ის არ ქონდა რა ქვია ბაზისი ის მარჯანიშვილი არ მუშაობს ის რუსთაველი არ მუშაობს და ის პატარა იმაშიც ფეგოდების იმაშიც არ მოგწევ იმიტომ არ მოგწევ რომ ქაღალდი არ იყო პრეზიდენტი დამიჯო ასე მე დავადგენ თუ გიმაიგი ფეგოდებია და ჩამოვიდა აქამდე ჩემი ხარჯები და იყო სულ აქა საჭმელი სასმელი და საძინებელი და ის რა ქვია ჭერი გადაუყურე სულ თიად მაგათია კიდევ გავაკეთებ მაგას მაგრამ რა არის თვითონ ვიცი დავიცე ფეგოდების ცეთ გადავწვალ თუ შევაშინდო აჭარო ჩინეთში არაღებული ძალები შეყავდნენ და იქ მან დაეპანაკებინა და კარგი პასუხი გასცა იმან ზოდელოვა ესეთი დაუფიქსირა რომ დავწვალო თქვა რომ მე წარმოგიდგენთ რომ საგაშუქო თიად დავწვალო ეს ასეთ ყოლა გასულა რაც შეეხება ახლა გამოყოფას აჭარას და იმას მე ტელეპათია არსებობს ახლა ის აბდეკი თორა ჩვენ ვიარ დავედი გუშინ ხამე გამოვიდა 90-ზე ჯგუფი გამოფრინდა ჯგუფი რომელიც ხელმძღვანელობდა ამას და უკან დაბრუნებული იყო არ მიგითხავს ახლა იქ ასე უნდა ითქვას აი როდესაც დაიწყო სამოქალაქო ომი აჭარა იძულებული გახდა რომ გადაეკეტა ის და ის ადმინისტრაციული საზღვარი ეხლა რომ ეს ფაშისტები მოდიან ხო ესე იგი ხوار იმას ედამს შეუშვებს ესე იგი სადმე ვიყვანს მაშინ ეს სიტყვა აბსოლუტურად სწორი გათვითცნობიერება თუ აქ გათვითცნობ თავში ვამბობდი აი რიკის და მაგულის გემსები გათვითცნობიერებული თუ აქ იმას ვინც სახში ის ინტელიგენტი იქნება თუ რიგითი ადამიანი მუშა თუ გლეხი და იქ რომ მაგასთან დგას ხალხი თუ იმას მართლა საქართველოს უყვარს რას მოგვიტანს იგი თუ აჭარა ჩაიგეთება და მე უნდა მეთქვა რომ ზუსტად რაც ვფიქრობდი იმას გეუბნებით რომ აი მოვიდა იქ კიტოვანი და ისინი ხუნტა ხელისუფლების სახელით არბევდა საქართველოს ეხლა ესენი ხელისუფლების სახელით გააკეთებენ მაგას საგვაწახებენ სეპარატიზმს ჩვენ გადავუკეთეთ და რით დამთავრდება ეს საქართველოს არ ექნება ერთი მხარე ხა მე ვიტყვი რომ სანამ მაგენია და არ იქნებიან მანამდე არ იქნება ეს ურთიერთობა მაგას ესე იგი მოვუწყვეთ ყველას ხო იმას სადაც საქართველოს მოვუწყვეთ საქართველოს რა თქმა უნდა აი ამ კუთხით იმას აი ასე ვეტყვი თორემ ჩვენი ხალხის ამბავი რომ გამოვა ხო ხედავ რა თქვა კაცო მივდივარ და რაღაცა ზაატრია ისე ვიტყვი რომ რაც მართლა შეიძლება მოხდეს ეხლა კი ჩინეთის გადასხობა ჩამოვიყო და იქიდან ველაპარაკებთ მაგენიც ხომ იმათი ორეულია მაგრამ კაცილებით ცუდი ორეულია კითხავენ მასეთი გინები არის თუ არა კიდევ სხვა უბედურებს აკეთებდა ხოლმე ახლა გინება რა ესენი რა თქვა ბუდისტური აბიჭვარი აღარ ესე იგი მაგ როგორი პატიება მაგი მე ესე იგი იქ რაღაცა ისა წინაზრდები მაზო გადმოდოთ ხოდა
თქვენ თანხმობა უნდა და ისე ძალიან კარგად უნდა გაკეთება კეთილ გაუგზავნეს შეუთვალე ეთქვიან დამატებით რა არის სიმტომს მომდესმო ხოდა მაგით გავაკეთოთ ძალიან კარგი იქნება რომ გამოფხიზდება ხალხი და მაგით დაიშლება კარგია ერთი ზამინდა გითხრა დღეს თავრობის სტომა ერთადში იწყება გუბერნატორები არიან და სწორედ ამიტომ დავნიშნე თავრობის სტომა თვალსაჩინო ყველას ველაპარაკები და ყველა გამოუხმაურება ყველა კახეთი ქართლი შიდა ქართლი და ქვედა ქართლი და რა ვიცი ხალხი გამოეხმაურებიან თუ ჩვენ ნებას მიცემ და ხელსაშეუხლით ყავდა აზერბაიჯანელები ყავდა სომხები ყავდნენ ბერძნები სულ და ესეთი ასაბუთებენ რომ რატო არ უნდათ რატო არ შეიძლება ამათი მოსვლა 800 აზერბაიჯანული ოჯახი გაასახლეს თავის დროზე შენ ისი ეს ზიადის შეცდომა იყო გაასახლეს და მე ყოველღამე ველოდებოდით რომ ახლა ჩვენთან მოვლენ და რაღაცა მე რაც შეურაცხმაზე ჩამოვიდა სხვა რეჟიმი შეიქმნა დემოკრატია და რაღაცა მშვიდობიანად ვართ მიწამი ვიღეთ ყველაფერი მივიღეთ და ნუ ვიბრძოლებთ იმისათვის რომ ესენი არ მოვიდნენ პირველ რიგში ამათი ხაზრჭერა შეიძლება არ იყოს თათმოგებიანი მაგრამ თქვა კახეთი თუ გამოვა კახელები იტყვიან ქართლელები იტყვიან მე ამათთან ერთად ესენის როლი უცერესობანიც მაგარია ერთი მაგ კიდევ ერთი წინადადება იყო მაგის დავწერეს თქვენ რომ შეგეიქწერიათ კარგი იქნება თუ თქვენ შეგრებავთ მაგას დაგიგმოთ განხილავთ და დაგიგმოთ მე ჩვენთან თუ ვინდა იქწერიათ თუ ვინდა ისე ოფიციალურად თუ ვინდა აღია თუ ნაცალკე თუ ერთად რომ ჩამოვიდნენ გუბერნატორები და დავждები მეტაველაპარაკები ბატონო მეტაველაპარაკები მე თუ ჩემგან მიდის ამდენი ხალხი მისგან არ მიდის კარგი ამასაც ხოდა როგორ გავაკეთოთ იცით ძალიან სერიოზული მოძრაობები დაიწყენ არ მინდა ვთქვა ახლა და ვიღაცა გავახარო იქ წერია მაგას მიაქციეთ ძალიან კასეტის გამოგიგზავნეთ ესე იგი ეს თანხმედია თანხმედრი შეიძლება დრო არ ქონდეს მაგრამ კასეტი მაინც ნახეთ ხოდა იმერეთში სამეგრელოში ერთ გურიას მიადგებიან ალბათ ალბათ უახლოეს ხანში ხოდა ამათი ჯერჩამ მე გიცეთ ახლა იმერეთის გუბერნატორის შეხედულას და იმას მიჩვენია რომ არის რომ სული გინებოდა მაგის დაწყავდა და ბოლო დროს რათა თბილი სიტუაცია რაღაცა ხოდა და ის ნახვა და მასთან საუბარი მაგრამ საჭიროა რომ ეგენი ჩამოვიდეს და აი ამ ნაწილს ამის ლოკალიზებას გავაკეთებთ ეხლა ხდება თანახმობა რასლან მხოლოდ პირველ რიგში ამა დღეს უნდა დაიწყონ განცხადებების გაკეთება შემდეგ ყველა ერთად შეიძლება არ ჩამოვიდეს და სიზოძო სალსალკე ან ორ-ორი ჩამოლენ და იმუშავებენ მაგ იდეა როგორც გადაწყვეტ თვითონ სალსალკე ერთად როგორც უნდა გადაწყვეტოთ ისე მირჩევნია სალსალკე რეგიონების მიხედვით იმიტომ რომ მე რომ დავგეგმო მაგასთან ერთად მე რამდენი წამოვიყვან მან რამდენი უნდა წამოვიყვან და მე თუ დაგითვლით პირველად დაუწინეთ იმიტომ რომ მაგ ჩვენ არ უნდა წავიდეთ პარლამენტმა უნდა იმუშაოს ძალიან დინჯად და შიგნით ვერ უნდა გაბედოს ვერ უნდა გაბედოს ვინმე შიგნით რაღაც აღება არა მარტო შეცვლა მაგ პარლამენტში არამედ შიგნით რაღაც ესეთი ასე მუხტი არ შეიტანოს რაღაცა დაპირისპირების რაღაცა მე მახსოვს 11 კაცი ყავდა აქ ბერძენიშვილის პარლამენტში ბლოკი აჯარა დაიწყენ და შევიდნენ და მე 11 ხვალ თითო ძიუს იღებს 232 ხმა მიიღო მაგ პარტიამ სულა ხოლმე შარშანტინაც ისეთი იყო 230 ხმა მიიღო და აი ამ ფაქტებში თამაშობს მაგრამ ყვირო და წიო და ერთი
იგი ხალი რო აწივდება და იკივლებს რაღაცა შვილი რომ მოუხდება ამის ტოლფასი კივილი და წივილი იყო არ ვაძლევდა მუშაობის საშუალებას მაგ არქანას ამიტომ ხალხი უნდა იყოს ჩვენი მაგ ამინდი რა ამინდიც არ უნდა იყოს ხალხი რომ ის ქუჩა მთლიანად უნდა იყოს გადაკეთილი ახლოს რომ ვერ გაბედოს მოსვლა და იქ ვერ გაბედავენ იმიტომ რომ ხალხი მას არიან ჩამოსული ისეთი რომელიც არ დაუშვებს ამას ყველა საშუალება აქვს მაგათი კარგი ახლა ამ სლოვას დავამთავრებ მე შეიძლება კი ბატონო რა უნდა მე ადრე გავაკეთებ განცხადება დიდი მადლობა მაგრამ იმ ფარგლებს